საქართველოში თავისუფალი მედიის ვითარება საგანგაშო ტემპით უარესდება. ეს დასკვნა ევროსაბჭოს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა 2025 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე დადო. ერთ წელში ვითარება 78%-ითაა გაუარესებული. უპრეცედენტო რეპრესიები და დაუსჯელი მოძალადეები მთავარი გამოწვევა არის, გამოც საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა უკვე საფრთხის შემცველია. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ გაზომო დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში, არის ის, თუ რა ხდება ქუჩაში და დასვა მარტივი კითხვა. შეუძლია თუ არა ჟურნალისტს ქუჩაში უსაფრთხოდ მუშაობა. ჟურნალისტებზე თავდასხმის არაერთი მაგალითი დოკუმენტირებულია საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში. საქართველოში ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ აქციებს, პოლიციელების მხრიდან ხდებიან ფიზიკური თავდასხმის ობიექტი. საქართველოს მედიის თავისუფლების ხარისხით იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული მედიის წარმომადგენელია. ანგარიშის თანახმად, 3 ქვეყანასა და ჟურნალისტებს საქმიანობის გამო ყველაზე ხშირად სცემენ საქართველოს, სერბეთი და თურქეთია. კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე დუმილი, რასაც არაერთი წევრი ქვეყნისგან ხედავთ, მიუღებელია. მედია მძიმე მდგომარეობაშია ბელორუსში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთსა და რუსეთში. 2025 წელს ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებისგან, როგორც წესი, ჩვენს კითხვებზე პასუხებს ვერ ვიღებდით. ინსტიტუციების დამოუკიდებლობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უმწოვეს დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში პოლიტიზირებულია სამართალდამცველი ორგანოები, ხელისუფლება მედიის მოგუდვას და ხელში ჩაგდებას ცდილობს და მიმდინარეობს თავისუფლების დემონტაჟი. ევროსაბჭოს ანგარიში მოხვდა მზია ამაღლობელის საქმე. 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას სულ 32 შეტყობინება წარადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს. შეტყობინებები ასახავს პრესის თავისუფლების უფრო ფართო დემონტაჟს, რასაც ინტენსიური რეპრესიები, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები და სახელმწიფო ინსტიტუტების და საჯარო მედიის ხელში ჩაგდება და ეფექტური კონტროლისა და ბალანსის სისტემის ეროზია განაპირობებს. ევროსაბჭოს ანგარიშის პრეზენტაცია დღეს ბრიუსელში შედგა. მომხსენებლები, რომლებიც ჟურნალისტების უფლებებზე წლებია მუშაობენ, პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად ყველაზე ხშირად უსწორდებიან. ამ დრომდე გამოუძიებელია საქმეები, როცა ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერებში სცემდნენ და ტექნიკას უზიანებდნენ ნიღბიანი პირები. მზია ამაღლობელი კი უნდათ სამაგალითოდ დაისაჯათ. მზიას დაკავებით სცადეს ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დადუმება. ბოლო ანგარიში საქართველოზე აჩვენებს, რომ მედიის თავისუფლება მკვეთრად გაუარესებულია. ამის მიზეზი კი ინსტიტუტების პოლიტიზებაა. ფონდებთან კავშირების შეზღუდვას, რაც დამოუკიდებელი მედიისთვის პრაქტიკულად განადგურების ტოლფასია. ჟურნალისტების დემონიზება მიუღებელია. ეს დემოკრატიას ანადგურებს, რაც საბოლოოდ არამხოლოდ მედიის წარმომადგენლებზე, არამედ სრულიად მოსახლეობაზე აისახება. ევროსაბჭოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა რეპრესიული კანონები, რომლებიც ბოლო წლებში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა მიიღო. ანგარიშის წარდგენის დროს განიმარტა ეგრეთ წოდებული გრანტების კანონის შედეგები, რითიც დამოუკიდებელი მედია დასახურად გაწირეს. გაითვალისწინეს რუსეთის იქნება თუ სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების, ასევე რაღაც საკუთარი ფანტაზიებით მიამატეს და ამიტომ ქაღალდზე უკვე ქართულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კანონმდებლობა არის მსოფლიოში. ეს ყველაფერი არის ზუსტად იმისკენ მიმართული, რომ მედია არ შეასრულოს თავის მოვალეობას. კრიტიკა, რომელსაც ოცნება ბრიუსელიდან ისმენს, გიორგი ვოლსკისთვის დემაგოგია. ქართული ოცნების პარლამენტის წევრი ვერც დაუსჯელ მოძალადეებს და ვერც იმ რეპრესიულ კანონებს ვერ ხედავს, რომელთა დამტკიცებაშიც მონაწილეობა თავადაც მიღებული აქვს. ეს მაკაჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდასხმის კადრებია. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელობის მცდელობიდან თითქმის წელიწად ნახევარი გავიდა, მაგრამ ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. 30-მდე თავდამსხმელიდან ქართულმა ოცნებამ ერთი კაციც კი ვერ იპოვა და ვერ დასაჯა. შეიძლება ჟურნალისტზე მოხდა ერთი სამწუხარო ფაქტი, ორი შეიძლება. გაცილებით უფრო ძლიერი გახდა, გაცილებით უფრო მეტნი არიან ადამიანები, ვინც ეს ინფორმაციას აუცილებენ და საკმაოდ წარმატებულადაც ვინაიდან ევროპის საბჭოს მოხსენებაშიც კი მოხდა ის დემაგოგია, რომელსაც ისინი აუცილებენ. ნიღბიანი ადამიანი რატო არ არის დაკავებული, ამას ნუ მეკითხებით რა. ნიღბიანი ადამიანია და ვერ დააკავეს. არა და არც სპეცრაზმელებისგან ნაცემი ჟურნალისტებია იშვიათობა და არც მათი გამოუძიებელი საქმეები. სპეცრაზმელებმა 28 ნოემბერს ჯერ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. მაშინ როცა აქციაზე ვითარებაც კი არ იყო დაძაბული, რადიო თავისუფლების ჟურნალისტ დავით საგარელს სპეცრაზმელმა მუშტი ჩაარტყა. სცემის გამოცემა აპრილის ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური. ასევე სპეცრაზმელმა ჩაარტყა წიხლი ონლაინ გამოცემა ექსპრეს ნიუსის ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს. არც ერთ საქმეზე პოლიციელი არ დაუკავებიათ და ეს სრული ჩამონათვალი არ არის.
ჩემთვის პირადად ერთი წლის წინ, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს, ცხადი იყო, რომ ქართული ოცნება გააკეთებდა ყველაფერს დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად და მართლაც ვნახეთ ბოლო ერთ წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები, ფიზიკური, ფსიქოლოგიური წნეხი, ყველა მეთოდით ცდილობენ, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია გააჩერონ და გააქრონ. ევროსაბჭოს ანგარიშში მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულების შემთხვევებიც. მაშინ როცა უკანონო ტყვეობაში მყოფი კოლეგის მხარდაჭერა ჟურნალისტებს სამსახურის დაკარგვის ფასი დაუჯდათ. კიდევ უფრო მძიმე არის ჩვენი რეალობა, რომელშიც თავისუფალი მედია იმყოფება, ვიდრე ეს ამ ანგარიშში გამოჩნდა. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, ქალი ჟურნალისტი, რომელიც ამდენი ხანია ტყვეობაში არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების. და ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლება ყველა გზას გვიკეტავს იმისათვის, რომ ვიმუშაოთ, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვარსებობდეთ. ევროსაბჭო მედიის თავისუფლებას ევროპის მასშტაბით იკვლევს. ყოველ წელს განსაკუთრებული ფოკუსის ქვეშ ექცევა ის ქვეყნები, სადაც ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. წელს ამ ჩამონათვალში 7 ქვეყანაა, ერთ-ერთი საქართველოა.